ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაამარცხოს Deep State. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამაზე ბოლო თვეების განმავლობაში ღიად საუბრობდით. Deep State-ის, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას უწოდებთ ხოლმე, დამარცხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ქართულ ოცნებას ახალი პროპაგანდისტული მესიჯი აქვს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. ამერიკის Deep State-ი საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვის. არადა მარტივი დაგუგლვითაც შეიძლება აღმოაჩინოს, რომ Deep State-ის არსებობა ცნობილი კონსპირაციაა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. Deep State-ის კონცეფტი არ გაჩნდა დღეს და გუშინ, ანუ ქართული ოცნების და კობახიძის know-how არ არის, არსებობდა და არ გაგვიკვირდეს, რომ Deep State-ი პირველად გაჩნდა რუსებთან. ანუ რუსები ახსენებდნენ Deep State-ს და ეს მოყვება 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და FSB-მ გადაიბარა KGB-ს მეთოდები, KGB-ს სტრუქტურა და იდეები, რომ სადღაც შორს არსებობდა Deep State-ი, რომელიც მართავდა თელ მსოფლიოს და მათი სურვილი იყო და ამოცანა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილიყო. და განსაკუთრებით 2016 წელს ტრამპის ადმინისტრაციის, ტრამპის არჩევნების დროს მოიხსენიებდა რუსეთი და მათ შორის პუტინიც, რომ ტრამპს ეწინააღმდეგება Deep State-ი ლიბერალური ფაშიზმის დასამყარებლად. ნამდვილად არსებობს Deep State-ი, მძლავრი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც წარმართავს პროცესებს. მის კლანჭებს თავის დროზე ობამაც ვერ დაუსხლდა. ნამდვილად არსებობს ძალა, რომელიც კულისებიდან მართავს ამერიკას. ახლახანს ლავროვმაც ისაუბრა Deep State-ზე, ლავროვის განცხადებებშიც იკვეთება ზუსტად იგივე ნარატივი, რასაც პუტინი ამბობს, რასაც კობახიძე ამბობს. Действует то самое пресловутое глубинное государство. ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-ი ნამდვილად არსებობს და ამაზე ორი აზრი არ არის. ამაზე პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა თავის არაერთ გამოსვლაში. ჩვენ სივრცეში, პოლიტიკურ სივრცეში კობახიძემ Deep State-ის შემოიტანა წინა საარჩევნოდ გასულ წელს, თუმცა ინტენსიურად დაიწყეს მას შემდეგ ლაპარაკი, რაც ხვდებიან, რომ მათი ძალა შესუსტებული არის. პუტინი სწორედ მაშინ იყენებს ხოლმე და აქტიურებს ამ ნარატივებს, როდესაც ის ხვდება, რომ შესუსტებული არის და თავის საზოგადოებას უნდა რომ აუხსნას, რატომ აგებს მაგალითად უკრაინაში ომს, ან აქამდე რატომ ვერ მოიგო ბირთვულმა სახელმწიფომ ომი, იმიტომ რომ იქ სადღაც ზეცაში არსებობენ რაღაც ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართავს მთელ მსოფლიოს და ამიტომ მარცხდება პუტინი. ხალხს ვისაც ჯერა ომის პარტიის ან Deep State-ის, უნდა ორი რამე უნდა აუხსნათ სინამდვილეში. პირველი ეს არის ის, რომ ეს არ არის ახალი, ან თუ შენ ანალოგიას ნახავ და ანალოგიას ნახავ ძალიან ბევრს წარსულში და ეს ანალოგიები ყველა უკავშირდება ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ სახელმწიფოს, უბრალოდ ანალოგიის საშუალებით მარტივი გასაგები არის, რომ ტყუილთან გაქვს საქმე, მეტი არაფერი. არ უნდა უთხრა, რომ აი როგორც მაგალითად ტროცკის აჩრდილით ამოხოცეს ნახევარი ოპოზიცია თავის დროზე და არა მხოლოდ, ხო, და როგორც რაღაცა კაპიტალისტების აჩრდილით ამოხოცეს ჩვენი მწერლები და არა მხოლოდ, აი ზუსტად ანალოგიურ რაღაცას გიკეთებთ ეხლა თქვენ, ან როგორც ებრაელების აჩრდილით ჰიტლერმა თქვათ გაანადგურა მთელი ეს კომუნისტები და მისი ოპოზიცია და მერე უკვე სამოქალაქო საზოგადოება, იგივე ხდება აქაც. ეს ანალოგია ერთი ამბავი არის. ეს თავისთავად აი Deep State-ის რაც კონცეფცია ან იდეოლოგია ხო სრულიად კონსპიროლოგიური არის. ამას ესა ქართულ ოცნებას არ მოუგონებია, ხო? ამაზე შეთქმულების თეორიის მოყვარულები სხვადასხვა ქვეყანაში საუბრობენ. მათ შორის ამერიკაში, ხა გიჟი ყველა ქვეყანას აყავს, არ გვაქვს ამაში ექსკლუზივი. და ბევრი კვლევა გაკეთებულა ამის თაობაზე, არაფერი არსად ბუნებაში არ დაუმტკიცებია არავის, რომ რაც ეს Deep State-ი არსებობს. ზოგადად შეთქმულების თეორია ყველა საზოგადოებაზე მუშაობს, ეს არ არის მარტო საქართველოში გამონაკლისი, თუმცა საქართველო არის პატარა სახელმწიფო, პატარა სივრცე, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს მეტნაკლებად, ამიტომ ინფორმაციის გადაცემა მარტივი არის ერთმანეთში, მეზობლების, მეგობრების, ნათესავების, ბირჟების ეგრეთ წოდებული, რომელიც რეგიონებში განსაკუთრებით პოპულარულია, ხო? ანუ შესაბამისად შეთქმულების თეორიები, რომლებიც მუდმივად ტრიალებს საზოგადოების სწორედ ამ ტროლკოტების ფაბრიკების დახმარებით, სულ არის, სულ ტრიალებს, სულ სხვადასხვა ფორმები და სხვადასხვა მეთოდებით სულ არსებობს სოციალურ ქსელში.
ამერიკაში არსებობს სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოხელეების კლასი, რომელიც იშვიათად იცვლება პოლიტიკური ხელმძღვანელობის სვლის მიუხედავად. ისინი რჩევის სახით კორექტირებას უკეთებენ პოლიტიკურ პროცესს ან რეკომენდაციას უწევენ მმართველ პოლიტიკურ კლასს, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სრულიად ბუნებრივია. ხო და ესეთი საჯარო მოხელეები ამერიკის სახელმწიფოში არიან იუსტიციის დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვაგან და სხვაგან, ხო? თუ ჩვენ ამას deep states დავარქმევთ, ხო? ნუ კი ბატონო. ჩვენთან deep states ეძახიან ოპოზიციას. ანუ მამკამ დინარაძე ბოლოს ეს ჩაშალა, რომ იქ რაც არის deep state, ჩვენთან ეს არის ოპოზიცია და NGO-ები. ტრამპიც ვერ გაიგებს, ვერც ერთი ამერიკელი ან ვინც ამას იყენებს სხვაგან ვერ გაიგებს, როგორ შეიძლება deep state იყოს ოპოზიცია. ეგეთი რამე არ არსებობს რა და რთული თითქოს ასახსნელია, მაგრამ თუ კარგად ჩაშლი იქ რას ეძახიან deep states, აქ რას ეძახის მამკამ დინარაძე, შეგიძლია გამოშიგნო და თქვა, რომ იმ ჩარჩოშიც კი აბსურდია, როგორადაც ისინი ჩვენთან აქ იყენებენ. ასეთი არსებული საფრთხის წამოწევა, გამოჩენა ემსახურება ზუსტად აი ყველაზე უფრო გაუნათლებელი მასის იოლად მართვას, რომ რაღაც საფრთხე გაქვს სადღაც და აი ამ საფრთხის წინააღმდეგ მეგიცავ შენ. ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია არის მხარი, მაგალითად ლიტვა, ლატვია, ესტონეთში, სადაც იციან რუსეთის მნიშვნელობა და რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია რას ნიშნავს და რას უკეთებს საზოგადოებას, აკრძალული არის ყველანაირი ტელევიზია, ყველანაირი საინფორმაციო მედია საშუალება, რომელიც რაიმე ფორმით არის კავშირში რუსეთთან ამ მსგავს ნარატივებთან. ჩვენ შემთხვევაში ეს არის წარმოუდგენელი, ვინაიდან ხელისუფლებაში ყავს რუსული რეჟიმი. ამიტომ საზოგადოებისთვის პირველი რაც არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც მიიღებენ ისინი სოციალურ ქსელიდან, უნდა გადაამოწმოს. Deep State-თან ერთად ქართული ოცნება არივიწყებს მის მთავარ წინასაარჩევნო პროპაგანდისტულ მესიჯსაც. გლობალური ომის პარტია, როგორც ძალა, რომელიც თითქოს საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. თუ ჩვენ რამის გვეშინია და ომის პარტიაში თვითონ ეს სახელი ომი არის, ესეც კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დრა ამოცანასაც ეს ზოგადად ამ ტრის ხატის დანერგვა ემსახურება, ის თავად არის ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ანუ სინამდვილეში ჩვენ უკვე ვართ ომში, იმიტომ რომ ვის უპირისპირდებით, ხო? ნიღბიან ადამიანებს, რომელსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი ძალა და ტექნიკურად სამართალიც, ანუ ჩვენ რო რამე დავაშავოთ, ან არ დავაშავოთ, მაინც ისე დავისჯებით ყველაზე მკაცრი ზომები და იქ ნახარეს არავინ არ დაისჯება. რატო არა ვართ, რატო არ აღიწერება ეს ომად, ხო? ჩვენ აქეთ უიარაღონი და იქით იარაღიანი ხალხი არის. ამიტომ ეს თვითონ ომის პარტია შემაშინებელი რაც არის, ჩვენ უკვე მან ცხოვრობთ ნაწილი საზოგადოების და ამაგის აღარ უნდა გვეშინოს. ქვეყანაში თანაცხოვრების გაგრძელება ჭირს, იმიტომ რომ ეს სერიოზული ნაპრალი აი ამ პროპაგანდას და დეზინფორმაციას აქვს უკვე გაჩენილი. საბედნიეროდ რაღაცა ეს ცივი ცხელი ომი, რაცა ქუჩებში არ მიმდინარეობს და ტყვიას არ ვესვით ერთმანეთს, თორემ თვითონ მოდუსი, აი სულთა ისტორიულად რო შევაფასო, მოდუსი არის თვითონ სამოქალაქო ომის, როდესაც საზოგადოება ცივილიზაციურად გაიყო. ამისი სათავე ზუსტად მოდის პოლიტიკის შემქმნელი მაინც ხელისუფლება არის, გინდა თუ არ გინდა, მოდის პოლიტიკიდან და პროპაგანდიდან. ამათი ძალადობრივი რეჟიმის სრული ამოქმედების შედეგად პასუხად მიიღეს ძალიან გამოცოცხლებული საზოგადოება, რომელიც არის ძალიან კრეატიული, ძალიან გაბრაზებული, ძალიან მჭიდროდ ერთმანეთთან უკვე დაკავშირებული, ანუ ხალხი, რომელიც ერთმანეთს არ იცნობდა, ერთმანეთი გაიცნო და იცნობს ყოველდღიურ რუსთაველზე და ფიქრობენ ახალ გზებზე როგორ უნდა დაამარცხონ ეს რეჟიმი და როგორ მივახციოთ თავს, ხო, ხელახალ არჩევნებს. ამიტომ რაღაცა ძალისხმევა, სამყაროს ცვლილება, მეგობრების თანადგომა და მათ შორის ოცნების ამორჩევის კეთილგონიერება, ეს არის რაც უბრალოდ წალეკავს მათ პროპაგანდას.